კარგად უნდა გასწავლო ჭადრაკი. თორე გუგა ახლა რეზერვში მიდის და მე ვინმე თამაშება ბაბუ. კარგი ბაბუ, კარგი, სანამ გუგა წასული იქნება, ვითამაშოთ ხოლმე. ბაბუ, ისე გუგა რო წავა რეზერვში, ის მეორე ნამცხრებიანიც აღარ მოვა ხოლმე? ბაბუ, რა ვქნათ იცი, მოდი ახლა ცხენები შევაჯიბოთ. აბა რომელი გაასწრებს, შენი თეთრი თუ შენი შავი, ჰა? მოიცა, რა დრო შეჯიბრია, მიდი ითამაშე. არ მინდა ბაბუ რა, არ მინდა. შენ სულ მიგებ მე და რაღაცა სისულელებს მაკეთებინებ და არ მინდა, მიგებ შენ და არ მინდა. კარგი, მაშინ აბა ის ვითამაშოთ და გავაგრძელოთ იცოდე ის ძველი თამაში. რა თამაში? შენ იმალები? გესმის? ხო, გისმენ. წადი ახლა. აუ, ბაბა. მე ვიხუჭები. არ მინდა, არც ერთ თამაში არ მინდა. იმიტომ რომ პატარა აღარა ვარ გავიზარდე, ვერც მაგიდის ქვეშ ვერ ვეტევი, ვერც ლოგინის ქვეშ, ვერც კარადაში. შენ კიდე 1000 სამალავი და საკუჭნავი იცი და მაგაშიც მიგებ მე, ვერც პოულობ, არ მინდა. არ მინდა, მოიცა ბაბუ, მაშინ ის ვითამაშოს შენ რო ძალიან გიყვარს. რა მიყვარს ბაბუ, მითხარი. პატარა რო იკავი. რა? ჭიტა. კარგი რა ბაბუ რა. კარგი რა ბოლოს და ბოლოს. რა ჭიტა ბაბუ, რას მეუნე ბავშვი ხო ეს როგორ გეთამაშო ხა ჭიტა რა არის ხაბა როგორ გეთამაშო ხო ბავშვი გონი ვარ მე მგონი შენ გავიზარდე ბაბუ შემომხედე ხო და რო გაიზარდე ბაბუ ახლა შენ ცოლი გინდა ბაბუ ცოლი ეს უნდა გახსოვდეს მახსოვს სარკეში რო ვიხედები სულ მახსოვს ხო და რო გახსოვს მიდი ახლა იმ გოგოსთან და უთხარი რომ მოგწონს მარტო შენ რომ ეგიცი რა გამოვიდა რატო ვიცი მარტო მე აბა გუში მამამის უთხარი შენ იცი ლაშამიცის ნუცამიცის გუგამიცის მოიცა ლელა გამოგჩა მაღაზიაში როა გამყიდველი ეს აუცილებლად უნდა უთხრათ რომ უხერხულია ბაბუ ხუმრობის დრო მაქვს ახლა კარგი რა ბაბუ რა ვინ არის ვა გუგა აუ რა მაგარია ახლა გაჩერდი ერთ წუთი არ გამაგიჟე გუგა მომისმინე ერთ წუთი ხმა არა მომიღი არაფერი არ მithქვია რა არის მაგარი გუგა გეხვეწები მითხარ მალხაზის მორტყმული მუშტი სოსოს მარჯვენა თვალში მოხვდა არა მარცხენა თვალში ჩავიწერე ხოლმე მოვა ჩაუნა ჩაიწერო აბა რა უნდა ქნა გუგა ნუცა რა ხდება ცუდად არის არა გუგა კარგად არის დიდუბელი სოსო ვერ არის თურმე ცოტა რაღაც მუშტი მოხვედრია და ო ესე იდგები შენს თუ მეც ესე ვიქნი კარიც ესე იყოს თუ რა შემოვა ხო კაი მაშინ დავკეტავ და მეც წამოვალ რა ვარ ბაბუ რა წავა ახლა გუგა ჯარში და ვიღა გეთამაშებათ მერე ჭადრაკს არა სიზარ ოტე ბაბუ გუგა მომის უნდა ითამაშო ხო მომისმინე მე დაწყებული მაქვს ხა უკვე ვიგებდი რა თითქმის დამთავრებულია და არაფერი უნდა მარტო მისვლა უნდა დაждომა უნდა და ერთხელის გაშვერა უნდა ეგ არის რა მიდი აბა შენის მიდი აბა მიდი ეთამაშე მიდი დავში როცა დავში მედი აუ კიდევ თხოვე რამე და შეგისრულებ მე რა კარგი გთხოვ გაჩუმდი ბაბუ რა არის რამდენი ილაპარაკი გოგისთან ბაბუ ნახე რამდენია გადასახდელი საიდან უნდა გადავიხადო შეხედი აბა შეხედი ბაბუ ეს ტელეფონის ნომერია ხანხა აგერ წერია ქვემოთ ხო უი მართლა გუგა რა ხდება შენ რეზერვში მიდიხარ არა ხო და მართლა უი მერე გუგა მე დამიჯერე ბაბუ აი პატარსაც მაგას ვასწავლე
ივარჯიშე, მაგარი რო იქნები, ვერავინ ვერ მოგერევა ბაბუ. მართლაც გეუნება, შემოგხედე ერთი გუგა ჩვენ, შემოგხედე აბა. გუგა, ხო ვიყავი ჩუმად და კითხავ ახლა რა. დიდი ხნით მიდიხარ? 2 კვირით. და შორს მიდიხარ? კი. არ ვიცი ჯერ. არ მეზარება გუგა, მე ჩამოვალ და გნახავ ხოლმე. რა მაგარია! რა? მოვიგე. წავალ ახლა ჩავწერ ამას და მოვა. გუგა ერთი წუთი გაგეხვეწები რა. ეხლა რაღაც ჩაიწერ, გუგა მითხარი ძალიან. დღევანდელი დღის თვე და რიცხვი უნდა ჩავიწერო, რო არ დამავიწყდეს. კოტე ბაბუა. 97-4. აი, ჩაიწერია, მაგრამ უნდა. კოტე ბაბუ, ამერ მერცხა მოგიგოთ ხო? არა ბაბუ. მოვაგებინე ბაბუ ახლა რეზერვში მიდის და ცოტა. ბატა. ხო, საუზმეს მივხედოთ. მოდი. სოანი და ახლა მე რა გავიქა? ადი. ალა, დემული ბიძია, გამარჯობა, თუცა ვარ. რაღაც უნდა გთხოვოთ. არა, რა დაუბეჭდან არა. არა, არც არ დაუბეჭდრან. რა დატოვონ რა. რეზერვში რო არ წაიყვანონ. არა, ვიცი რო არ გეხებათ, მაგრამ ვინმე ნაცნობი არ გყავთ კომისარიატში? ვინ? გელაძია? კარგით, დაურეკავ მაშინ, ძალიან დიდი მადლობა. კარგით, ნახვამდის. გავედი მე. წახვალა, აქ რა გაგინდა ისავიდა და. დავქნავა, რითი დავიწყო, რომელი რითი დაიწყე და ხელები მაჩვენე. სადი დაიბანე და მერე მოდი და შეჭამა. ხირი. რა გჭირს? რა მჭირს თეკლა და დამავიწყდა თმარო არა მაგ და ეკბილებიანი სამარცხელი გადავისვი და არა მიშა ცოტა რა. მაშა, ნიკას დღეს შენ წაიყვან ცეკვაზე ხო? კარგი რა თეკლა რა. ამ თავით საწავიდე მითხარი რა. ეგ კი არა სამსახურში არ წავედი დღეს. ნიკა. ვიზია? დამაცადე ერთი წუთი. ნიკა თეკლა წაგიყვანს დღეს ცეკვაზე. კარგით რა, ხო არაფერი დამიშავებია. ძეც დავლიე და რატომ უნდა წამეყვანოს თეკლა? კარგი ახლა მუწუწუნებ. წაგიყვანს მე. არ მინდა რა ამ ცეკვაზე სიარული რა. წყვილებში გოგოები არ ხვდებიან, სულ ბიჭებს ეცეკვები. მოსასაცილო იქნები, ნიკა უნდა მოვიდე და დაგესწრო. ხო, თან იქ ერთი წერეთელია და. წერეთელი? მართლა? როგორი ტიპია? მაღალია? რა ვიცი, მაღალი არ არის. ჯერ 7 წლისაა და გაიზრდება. თეკლა, ეს საპონი ჩვენი ნაყიდია თუ ისევ ფიზიკოსმა მოიტანა და ხელები უნდა მინათო? ჩვენია. მიდი ნიკა, მიდი შენ ცეკვის ჩანთა ჩაავადე. ცეკვის ჩანთა. ალო? გამარჯობა? კარგად მეძინა? მე გესიზმრებოდი? რატომ ვარ ცელქი? რა მოგატყუე? საფრანგეთში მივდივარო? არა, ელენე არ ვარ მე. არა. ლევან შენ ხარ ხო? ხო, თეკლა ვარ. ხო. არა, ელენე არ არის. არა, რას ხო ესე გემალება? არა, ლევან მართლა არ არის. არა, ბარში რანაირად უნდა შეხვდე, მართლა არ არის ლევან. სახლში ამოხვალ?
არა ლევან, ნუ თეკლა. ხო, კარგი. ხო, რა უნდა იქა? რა და ვიფიქრე, რამდენი ხანია სახლშია და გავრეცხავ მეთქი. გარეცხავ, ხო, კარგი. თეკლა რომ დადიხარ შენი ფეხსაცმელები იცი როგორ ხმას გამოხცემენ? როგორც? პოპკორნ. მომეტონა, კარგი იყო. იკა, დღეს მე მიმყავ ხარ ცეკვაზე და თეკლა. ნახე სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი, როგორი გოროზია. ეს არის? ხო, ეს არის. თათბირობენ ჰიბრიდული ჯიშის სიმინძე. ხო. ახლა რა მაინტერესებს, იცი შენ გამოცდილება გააქვს ამ სფეროში და ეს ჯიშის სიმინდი გამოდგება საპოპკორნე? კარგი იყო მომეწონა. შენ მაგ თათბირზე შეხედე კუბლაშვილს როგორი თავი აქვს? ვიღაცას მაგონებს თითქოს. გადავთოთ. თეკლა. ნახე შვარცნეგერს კუნთები როგორ ბატი-ბუტებივით აყრია. კარგი რა. რა არის? რატო გათავდა ლაკი და დამჭა ერთი თითი ესე რა ვქნავაშო? რა უნდა ქნა და წაიშორე დანარჩენ თითებზეც და ხო, ისე მართალი ხარ. მე სულ მართალი ვარ. ალო? ხო, ელენე. ელენე? როგორ ხარ? ჩვენც კარგად. კი. სათხარ ახლა? პარიზი შოკის მომგვრელია. ისა თეკლა, ელენეს კითხე თუ შოკში არ არის ძალიან. აი ეს ქუდი ჩემი ამსტერდამი, სად არის? ლაშა, ხო, ქუდი სად არისო? ამსტერდამი. ხო. შენს ოთახში კარადის მარჯვნე წითელი სვიტრის გვერდით. ხო, ეგ სვიტრი მანდ არის? კარგი ლაშა. ხო, კარგი ნახავ. ხო, ელენე. ხო, არა, ნუ ნერვიულობ, ყველაფერს მივხედა. რა? მე დაგესიზმრე? უი, ხო, ელენე, მართლა ლევანმა დარეკა. რა და არ ჯერა რომ წასული ხარ? ხო, არა, ბარში ვნახავო, თუ არ მოვაო, სახლში უნდა ამოვიდეო. ხო, კარგი, ავუხსნი, ვნახავ და დაველაპარაკები. ხო, კარგი. დედა, ვალაპარაკე რა. ხო, აი, მოდი ნიკას ელაპარაკე. ხო, ავუხსნი, ელენე, კარგი. ხო, დე. კი, კარგად. შენ როგორ ხარ? ხო, ვისწავლი. არწივი ვნახე დაჭრილი ყვავილებს. ეწადა ვეჩავს ადგომა და ეწადა რა არის? ხო, ეწადა. ეწადა ვეჩავს ადგომა, მაგრამ ვერ არა. ხო, ვიპოვე, იქ ყოფილა მართლა წითელი. თეკლა, რა მაინტერესებს? ის ჩვენი მეზობელი, კარგადაა ანეტა, რამდენი ხანი არ გაუცინია? რა არის რა გჭირს შენ კიდე რა? რა და ეს 10 ტონი თუ რაღაც გათავდა და დამჭა ერთი ძე წასმული ლაშა. კარგად ყოფილა, მეც არ ვინერვიულე. ხო, მაგრამ ის კი ყოფილა კარგად, მაგრამ მე რა ვქნა, ლაშა, სულ ერთი თითი რომ რჩება ესე. ეტყობა ზედმეტი გაქვს ეგ ერთი თითი. კარგი რა ლაშა, რა, კარგი რა დამანებე თავი გამატარი. რა ბედი მაქვს, რა ერთხელ მოვიდომე რაღაცა და ისიც ყვირის, ვინ იქნება შენი ათი თეკლა? რა ყვირებს? მანიკურის გაკეთება ეწადა და აი თქვენი წვენი. დიდი მადლობა. შამპანიური და სანთლები ეხლა მოგართვათ? არა, ჯერ არა, მე თვითონ გეტყვით, კარგით? კარგით. ო, ბაბუ. ო, მესმის, ბაბუ, მესმის, მელაპარაკე გისმენ. ხო, თბილად ჩავიცვი, აბა როგორ ჩავიცმედი, ხო? ო, თბილად მაცვია, ხო, ეხა რა, რამდენჯერ მოგიხარ.
ხო, ხო, ჭამე სახში ბაბუ თაფლი და ბარში კიდე არა აქვს და რა ვქნა ეხლა, რა გავაკეთო ვერ გავიგე. რა ერთი კოლზით. კარგი რა ბაბუ, რა ერთი კოლზით რა ერთი უყურე ხა ერთი კოლზი თაფლიო გამაგიჯებს ეს კაცი ეხლა რა ერთი კოლზი თაფლი ბაბუ რა გჭირს ხო ჭამე მეთქი გითხარია რა კარგი მორჩა კარგი წავედი ვა აბატე ცოტა ავღერდი რა მერვიდი გაიგე და ხო თქო და პატა ლევანი აბა ლევანი რომელი გიცო ხო გავიცამით ერთმანეთს უი ხო 1 2 3 4 5 6 7 8 9 ბიზიარებ საწყალე რა როგორ მოხდა რა მოვიდა მომიყევით აბა ბატონო 10-ია ხო ის ერთი ცალი კი ვერ დავინახე ესე იგი გოგოსთვის გინდა არა ლევან ხო დღეს 8 მარტია ლევან არა 8 მარტი არ არის გასაგებია ხო ესე იგი სასიყვარულო თემები გზნობა და ხრიზანთემები ხო გასაგებია ხო არ მე საერთოდ ლექსებს ხზავ ხოლმე მიყვარ ძალიან და ეს ხრიზანთემები არ არის ვარდებია რას ლაპარაკ ესე იგი ფლორაშიც ვერ ყვევით და რამე ხო ესე იგი შეყვარებულია ლევანი გასაგებია არა და საერთოდ არ გეტყობა ლევან შეყვარებული ხო რა ვიცი როგორ უნდა მეტყობოდეს ესე ლევან ეხა მომისმინე როგორც შეყვარებულმა კაცმა შეყვარებულ კაცს ერთი რჩევა უნდა მოგცე დაიმახსოვრე ლევან გოგოსთან სახში არასდროს არ ახვიდე ჩოხით გაიგე მოიცა ჩოხით რა სულელი კი არა ვარ მოდი ეხლა ერთმანეთს შეურაცხყოფას თუ მივაყენებ ძალიან გთხოვთ ვა ლევან სპორტსმენი ხო არ ხარ შენ კი ყოფილი წყალბურთელი და რა არო ვა წყალბურთი არაფერი ლევან დაჯექი რა უნდა იყოს დაჯექი წყალბურთი მაგარია ხო ლევან რომელ საათზე უნდა მოსულიყო ისე ის გოგო 3 საათზე ხო რა ვიცი 3-მდე ბევრი დროა და ყვავილები არ დაგიწყნეს ლევან მოდე ბაბუა თქვენი გაგორება თუ წყვილი გააგორეთ იგებ თუ არა და მე ეხლავე ქიშ წააგე სვლა არ მაქვს კი გაქვს თუ აი ფიგურა ჩემთან თუ გადმოხვალ ვეღარ მოგიკლავს აბა ნახერთია დავაკ დორიჩა კიდე ხوار ვითამაშოთ არა მე გავიდე ჩავალაგო რეზერვისთვის ხო უგა ბაბუ ეს რაც დევს მაგიდაზე ნუცა მოიტანა და ჯარში წაიღოსო ამდენი რამე როგორ ჩავატივე ჩანთაში ნუცა მოიტანა უნდა წაიღო უგა უნდა წაიღო გამოგადგება შენ ჯარი არიცი რა არის ხო შენ ნაყოფი ხარ ხო ჯარში მე არა მე ხო დედის ერთა ვარ რაღაც პონჩი ესენი კიდე არ ჩაგილაგებია? თუმცა დიდუბელი სოსოსთვის არ მაქვს ადგილი და ამებს ჩავატე? დიდუბელი სოსოც მიყავს? აი ბაბუა თუ რამე არ ჩვენ არ ვინერვულოთ დიდუბელი სოსოც მიყავს თუ რაღაცა იქვე მალხაზიც ეყოლებათ და ლაშა ეს შენს ჯარში მიდიხარ? არა რა ჯარში ნოცა რა ჯარში მიდივარ შამპუნი მეგონა და რაღაცა ხსნარით დავიბანე თავი ხო იმ პროფესორის ხსნარი ხომ არის? კი, იმ პროფესორის ხსნარი იყო და იმით რომ დავიბანე თავი მე თმები მინათებდა. ეს მინათება და გადავიბარსე. ამეკნა. აუ რა მაგარია. დიდუბელმა სოსო თმები უნდა გადაიპარსოს რო ვერ იცნო. ჩავწერ ხლა მას. გოგა, დაგირეკავ ხოლმე მე და ვილაპარაკოს და მალე გავა რა. თუმცა ტელეფონებს ჩამოგვართმევენ და ვერ დამიდიხ. ხო? მაშინ მე დამიტოვებარე. რა თქმა უნდა. და ჩემ მობილურზე SMS-ს გამოვიგზავნი ხოლმე. კოტე ბაბუა გავედი მე. გოგა, გრჩება ესენი, გოგა.
გაიგეთ კოდებაბუ გაიგეთ იმანო რო ქვია სოსომ თავი უნდა გადაიპარსოს რომ ვერ იცნო რა ეშველება ამ გუგას მე არ ვიცი არ ვიცი გუგა არა მაგრამ ნუცას რა ეშველება მართლა არ ვიცი ო ხო არ ვითამაშოთ კიდევ ერთი კოდებაბუა ვითამაშოთ არ მინდა როგორ ესა სულ ამ დორჩარებს როგორ აგორებთ აი ეგ არ მესმის რა მეც არ ვიცი არა ხო ალო ბატონო გელოძია თქვენ ხართ გამარჯობა ნუცა ვარ მე აი დემული ბიძიამ რა დაგირეკა დიახ ცუდ რას ხო არ გირეკავთ არა რა ვიცი ცუდ რას ხო არ ვირეკავთ ხო უი ყიბულში ხართ და მე ვინდა მეხმარება რა სერგობიძია კარგით მითხარით მაშინ ნომერი და დაურეკავ ხო დიახ ყავას მიირთმევთ პროფესორო? არა. ესე იგი არც წვენი? შესაბამისად. უკაცრავად დღეს ცოტა დამაგვიანდა და არა უშეს. მადლობა. აი გაგრძელებად ვიხილე. ნიკა, რატომ მომეთხოვე ავტობუსში ბილეთი არ აიღო? შენს გამო გამოაცხა კონტროლიორმა გამარჯობა ლევან. გამარჯობა თეკლა. ლევან ეს ნიკა ელენეს შვილი. ნიკა. გამარჯობა ნიკა. და ელენე სად არის? ლევან, ხომ აგიხსენი, ელენე საფრანგეთშია. აგი რა, საფრანგეთი საიდან მოიგონეთ ახლა? აგიხსნი. ნიკა, წადი შენ ნაყინი შეუკვეთე. ნაყინი? რა მაგარია! ნიკა, როგორ ხარ? კარგად. გახსოვდეს, არასოდეს არ დაყარო ფარხმანი. კარგი. ლევან, რა საჭიროა სახლში ამოსვლა? მართლა წასულია. უკაცრავ, ელენე, ხო? არა თეკლა. ბოდიში დღეს თქვენთან მოსვლა ვერ მოახერხე შხაბზე და ხვალ მელოდეთ. კარგი. ეს ვინ არის? არაფერი ყურადღებას ნო მიაქცევთ. ლევან, რატო გონიათ რომ გატყუებთ? ელენე რომ წასული იყოს, დამირეკავდა და მეტყოდა რა. არა, ხო, მაგრამ როგორ აცივდა არა? ხო. ცეკვაზე დადიხარ ნიკა? თეკლა, ეს ბიძია ვინ არის? არავინ, უბრალოდ ნაცნობია. თუ უბრალოდ ნაცნობია, ეს ვარდები ვის მოუტანა? ვის მოუტანა და მე მომიტანა. თეკლას მოუტანე. მე ამან არის ის რომ შენ ვარდებზე ალერგია გაქვს. არა, არ მაქვს, აღარ მაქვს უბრალოდ, აი. რა მაგარი ტელეფონია. თამაშები აქვს? ნახე, მიდი. აუ, რა მაგარი თამაშები აქვს. თეკლა გაყევი რა ცოლად, გეხოიცი. მადლობა. ნაყინი. არასოდეს დაგივიწყებ თეკლა ამ სიკეთეს ნაყინზე რომ დამპატიჟე. ნიკუშა ჯერ ხელები დაიბანე და მერე შეჭამე. აუ, მაინც გახსენდა რა. ნიკა. ხარხმალი. დავილაპარაკები ის. იაპონელებმა მოგწერეს თანახმა არიან. ხო. მაშინ ერთი წვენი თუ შეიძლება. ახლა ხო გვინდა? დიახ ბატონო პროფესორი. ნახთებო ლაბორატორიაში. ძალიან უცნაური რაღაც დაფიქსირდა. ჩვენმა დარაჯმა დღეს უკვე მე-13 გაიპარსა წვერი. მაშინ ის ურანი სხვა ოთახში უნდა გავიტანო. არა, მე დღეს ამოვალ ელენესთან და მიზმას დაველაპარაკები რა. არა, ლევან, არ ვიცი, არ გამოვა ლევან. უყურე ნაყინით შეუკვეთავს ვაჟ ბატონს. უხერთი წყალბუთელი არ იყო, რას მიგინგრედი მაგურებს. აი, არ არის ადგილი, არა უშავს, სხვაგან წავალ სადმეა. გადამირჩა ეს მე მგონი, ხო იცი ახლა? ალო,
არა, სერგო ბიძია, გამარჯობათ, ნუ ცავარ მე. გელაძიამ რა დაგირეკათ, დემური ბიძიამ რა დაურეკა. არა. აუ, მუსიკის ხმა და არ მესმის თქვენი ხმა. კარგით, დაგიცდით სანამ გახვალთ. Алло, дიახ. Ой, გილოცავთ. რა ვის დაურეკო? ედვარდი ბაბუას? კარგით, ხო, მითხარით მაშინ ნომერი და დაურეკავ. დიახ, გიცდით. ნიკა, კიდე ტელეფონით თამაშობ არა? აბაჩქარა დაიწყე მეცადინეობა. ნიკა, ვერ გაიგე და შენ რა თქვა? ვერ არ უსმენდი. რომ დავრეკა და მოგასმენინებ, მე ნახავ. ყველა ჩემს წინააღმდეგ არის რა. აუ კიდე რეკავს, მე რამდენად უნდა შემოწყვეტინოს. ალო, თათბირზე ვარ და ცოტა ხანში გადმომირეკე. ჩემი ტელეფონის ხმა იყო, ხო? მომეცი აქ. აუ, უფროსი რეკავდა. ალო, გამარჯობა ბატონო გაგა. დიახ მე ვარ. თათბირზე ვარ? არა, დიახ, ვერ მოვედი დღეს სამსახურში. თავს ვერ გძნობდი კარგად და კი, რა თქმა უნდა, ხვალ აუცილებლად მოვალ. იმედი მაქვს, ხვალ ცოტათი მაინც კარგად ვიგზნობ თავს. კარგით, ნახვამდის, მადლობა. კარგად. აუ ბიძია, გეხვეწები მათხოვე ტელეფონი, ცოტა დარჩა და კარგი რა დაგემარ. თავი დაანებე ტელეფონს და იმეცადინე. ვა, ხოჭახ, გწოდნია ბავშვების მოლა, შენ. დიდად რო იმუშაო. თუმცა ახლა თეკლა შენ ისე ააწყე შენი კარიერა პოპკორნების სფეროში, რომ საცოდაობა ახლა იმის ასე ვთქვათ მიტოვება. კარგი იყო, მომეწონა. შენ რა იცი ესე რომ ცდილობ. ბიძია თუ ყავს, აი ასეთი უნდა ყავდეს. ნიკა, რა არის ეს? აბაჩქარა გადააგდე ეს ფურცელი. ომი გინდა? ნიკა, არ მცალია მეთქი თამაშისთვის. აბაჩქარა გადააგდე ეს ფურცელი. მართალია ნიკა, რა დროს თამაშია? ამხელა კაცი ხარ უკვე. თამაშის დრო არის და თამაშის თავი გააქვს, აბა ეხა გაანებეთ სროლას თავი. აბაშა, მომეცი ერთი ფურცელი. შენ ხარ ეს ვარ? მერე. მოკლედ, არ ვერ მოეშვნეს თავადები ამ ღალატს რა. კარგი თეკლა, კარგი, გამოდი ახლა. ბავშვები ხო არ ვართ არა? ხო, გამოდი რა. ერთი წუთი, კარგი, გაჩერდი. გაერო მოვიდა, გაერო. გამოდი ბა. ვა, თეკლა. ვა, გიტარა. ხო, ბოდიში ვარდები ვერ მოგართვი თეკლა და რა ვიცი. არაფერი, ბავში მოდი დავიწყე და გაკვეთილი. დღესაც სიყვარულზე უნდა ვიმღეროთ? არა, დღეს ღალაძე. იმედგაცრუებაზე და გულის გატეხვაზე. მოდი ახლა დავიწყოთ, რაღაც მიყურებ, ვერ გავიგე. დავიწყოთ. აი, რა დავიწყოთ? რა საკეთე, ბავში? რა საკეთე რა? გამარჯობათ, ედვარდი ბაბუა, ნუ ცავარ მე. აი, სერგო ბიძიამ რა დაგირეკათ, გელაძიამ რა დაურეკა, დემური ბიძიამ რა დაურეკა. სერგო, აი, ცოლი რომ მოიყვანა დღეს. დიახ, მოიყვანა, დიახ.
არ ვიცი, სადაური გოგოა. მადლობა, დიახ, გადავცემ აუცილებლად. ბატონო? არა, ვიცი რომ აღარ მუშაობთ, მაგრამ მითხრას რა დაგეხმარებაო და დატოვება თუ არ შეიძლება, მეც რა წამიყვანოთ. რა? მოხალისეთ? კი, 10 დღე. დიახ, კარგით, ძალიან დიდი მადლობა. დიახ, და ისე, სულ სხვა დაგირეკეთ. ბოდიში. დაგირეკავთ მაშინ ხო ცოტა ხანში. დიახ, კარგით, ძილინებისა. ნიკა, სად არიან? გიტარისტის ზევით თავადი ოთახში. ნიკა. თეკლას პატარა ფურცლები თმებში ესროლე და მე ვეღარ იძრობს. თეკლა. შენ ახლა წადი სადარბაზოსკენ გაიქესი. მე ესენი რომ გამოგეკიდებიან მე ზურგიდან დამცხებ გაიგე? ხო, პატა, მაგრამ მე იმათაც ხო ესმით. უი, ხო. Tekla! Komm du raus! Ich werde Jubelsinne fallen! Argaizre! Yarari dagde! Წამოიყვანე აქ დაბაზონაში ჩავკეტო. უგეშინია თეკლა მე შენ თამარ! მომეხმარე დაჭრილი ვარ თეკლა. ბატა, რანაირად მოგეხმარო, ტყვეთ არ ჩავარდნილი. ხო, არა უშავს, წამოიყვანე ეს აქ ჩავკეტო და მე იმასაც მივხედოთ. ხო. აუშმეთ ხელი გეუბნი. გაუშვი ხელი. რასაკეთ? რა ახალი იარაღია, რა იყო, რა მოგივი? მე გარიშოლო, რა ავფეთქდებით აქ ყველა. უი, რასა? უპასუხო? არა! ელენე იქნება. ელენე? ხო, კარგი, უპასუხო. ჩუმად, ყველა ჩუმად. გაჭი. ალო? ხო, ელენე. კარგად, შე როგორ ხარ? ნიკაც კარგად არის. გამაწვალა კი არა მომკლა, თან ორჯერ. არა, ისე ვიხუმრე. ხო. მოგეწონა პატა? ეს რად გინდათ ხალხო? მოიცა ოთახიდან დაგელაპარაკები, მომიცი ეს. ხო, და მივედი. წავიდა! მოიცა, ორიენტზე, ხო? უყურე, ორიენტზე. ლას მიკეთე, ბავშვი. ხო, ელენე. კი, აქ არის, ერთი წუთი, ნიკა მოდი. ალო. არ ვაბრაზო, კი, კარგად მიქცე. კაი, კარგად ხე. თეკლას? ახლავე, კარგი, შენ გეძახია. ხო, ელენე. გაითიშა. წავიდა! თეკლა უგეშინია მე შენ თამარ, თეკლა. უგეშინია თეკლა. ლაშა გამოდი არ არიან. სად არიან? თეკლა იქ. პატაზევით. რა მაგარია. რა არის მაგარი? ვეღარ ვიშორებ, წყლითაც არ ამოდის. ეგ იმ პროფესორმა მოიტანა. ვარდები არ არიან, მაგრამ რამე ვარდება ერთი ძველი სიმღერა ისმის ქართველი ხარ ბიჭო? მე გავაღებ შენ დამიცავ. მიდი. ნიკა. უკაცრავ. გამარჯობა.
ლევანი. ლაშა. გამოდი! არ გამოვა თქვენ მომკლავ. აი ახლა სერიოზულად გეუბნები გამოდი. ეს არ გამომდის ეს მწერლობა და არ ვეშვები მეც. აი ესეც არ ვარგა. ეს მშრალი კანი მაქვს, მშრალი და მირჩიეს აი ესეთი ნიღაბი გავიკეთე. რა ეს? რანაირად, ნუ არ ვიცი. რანაირად მეცადინეობს ეს ბავშვი, არ ვიცი. არა და ასე ურჩევნია აშკარად, კი. მე მოდი და ლევან, აქ რა გინდა? რა ვიცი, ამოვედი რომ ლაშას დაველაპარაკო. ლაშა, ეს ლევანია და შენთან დალაპარაკება უნდა. არ ვიცი მე არ ვიცი. კარგი, თეკლა. წამოიღე ტელეფონი. ვინ არის? ლევანია? ხო. და ჩემთან დალაპარაკე. აჰა! ოიცი. რა იყო, რა არის? რა ხდება, რა არის? ზავია? აჰა! ზავი არ არის. სტუმარი. აჰა, ესე იგი ესა? ხო და რა მე რაზე უნდა მელაპარაკოს? მე ვიცი ლაშა რაზეც უნდა დაგელაპარაკოს. თეკლა შედი შენ ჩვენ კაცები დაველაპარაკებით, შედი შენ. შედი. ნიკა შემოდი შენც. პატა რა ხდება? მომისმინე ახლა. ამ ვაჟბატონს მოწონს თეკლა და ამოვიდა ახლა ბიჭი აქ სალაპარაკოთ, გაიგე? მომისმინე? მიდე ახლა შენ დაელაპარაკე, თორე მე თუ გადამეკეტა მე ხო იცი რა? დასაგებია, მაგრამ მე რა შუაში ვარ თეკლას უმოვა. არ ვიცი დაელაპარაკე. როგორ ახარ ლევანი? თქვენ აქ კი, მე აქაც, კი, აქაც. დაბრძანდით და ეს შეგვიძლია ესე პირდაპირ აი ესე რა. აი ესე და მე შეგვიძლია დავსხდები. ესაუბრე. დიახ, ლაშა. დიახ. კი ბატონო. სერიოზული ადამიანი ხარ და დიახ. მინდა რომ სერიოზულად დაგელაპარაკო. კი ბატონო. კი ბატონო. ამ ამბავს უთქვამეთ, მაინც ვერ გადავწყვიტავდით რა. კი, ყველაფერი გასაგებია ლევან, მაგრამ მე რა შუაში ვარ? ჰო, ლაშა რა შუაშია ლევან? რა გინდა ლაშა, რა ხდება? მაგრამ თქვენ ხომ კი, მესმის, დიახ, ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც ჯობია რომ წახვიდეთ და მამას დაელაპარაკოთ. მამას? ჰო, მამას. კაჩე. დიახ, ვფიქრობ, რომ ასე ჯობია მამას დაელაპარაკოთ. მე გეტყვით მისამართს, მიბრძანდით და დაელაპარაკეთ. კი ბატონო, თუ ასე ჯობია? არა, ჯობია კი არა, მე ვფიქრობ, რომ ასე აუცილებელიც არის. გეტყვით მისამართს, დიახ. მიბრძანდები, არა, ცოტა უცნაური კაცი კი არის. კი არის ახლა. აი, თავადია. ლაშა! ცოტა ფრთხილად იყავე, ეგ წყალბურთელია, გაიგე? მიდი. კარგი, ხო. მიდი. წავიდა კი არა, განმერიდა. და ლაშამ გააცილა. ხო, წყნარად ელაპარაკა? ლაშა კი, მაგრამ მე ვიყავი ძალიან მკაცრი. ლაშა რახენი, როგორ ელაპარაკე რა მოხდა? ნუ რა ვიცი, როგორ ველაპარაკე, ჩვეულებრივად. მითხრა რომ ძალიან გვიყვარს ერთმანეთიო. კარგი. ხო, ნუ ასე მითხრა რომ ძალიან გვიყვარს ერთმანეთიო. ხო, მაგრამ მე უთხარი რომ ჯობია წახვიდეთ და მამას დაელაპარაკოთ თქო. მოიცა, ვინ მამას? რას ქვია ვინ მამას? შენ მამას, ერისთავს, რა ვიცი მე მამას. რა? რა? მოიცა, ლევანი მამა ჩემთან წავიდა? ხო. მამა შენთან წავიდა ლევანი. მოიცა, ლაშა, შენ გონია რომ ლევანს მე მოწონვარ და ჩემთან მოვიდა? ხო,
და არა აიმე ნამდვილაცემს მამა ჩემი ნამდვილაცემს აიმე ზარაგვარია ზარეული შვილი მოკლავს რატომ ითიშავს რა ხდება რა არის რა ვიცი მითიშავს კარგი რა თეკლა რა ისედაც ხურავდი ამ თვალს პოტე ბაბუ მოვედი მოდი გააცხე ჭადრაკი უნდა მოგიგო მოიცა შენ რეზერვში არ უნდა წასულიყო არა მივყავა რეზერვში მოდი კომისარიატში წაიგითხეს შენი მოთხრობა მოდი ერთი ვითამაშო დამაშოთ გუგა აუ შენთვის მაგაი ძალიან მაგარი ამბავი რა ამბავი რათა ჩავაწერე დღეს და მეც მოვდივარ რეზერვში ხვალაცაძე უნდა ვიყავ კომისარიატში ხო მაგარია მაგრათ არ დაურტყია საერთოდ არ გეტყობა არა ეს იმიტომ რომ მეორე მხარე უი რა საბო ვაიმე ლევან აი შემახედე ერთი ვაი ბეჭედი ვიცანი ბეჭედი არა ვერ გავიგე რა რატომ დამარტყა ვინ დამარტყა და საერთოდ სად ვიყავი რა აი ეგ არის ლევან არ უნდა გამოსულიყავი წყალბურთიდან ინებებთ რამეს ისა რამე მაგარი არა სხოდალე ლევან არა მე წყალი მინდა რა ვაიმე რა წყალი ხო წყალი წამოუღე და ბურთიც მოაყოლე